ეს ვიდეო ყველასთვისაა, ვინც იღებს ვიდეოებს და ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ამაზე. და შესაბამისად мотивაციასაც. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინო, რომ უნდა გყავდეს მისაბაძი მაგალითი. გამოიწერე შენთვის 5 მისაბაძი მაგალითი, ნახე კონკრეტულად ისინი რას საუბრობენ, გაანალიზე და განსაკუთრებით პირველი წინადადებები გამოიყენე შენს ვიდეოში. შემდეგ დაწერე ტექსტი წინასწარ, გქონდეს ან მეორე ტელეფონი, ან კომპიუტერი ახლოს, რომ ჩაიხედო ტექსტში. შემდეგ როცა ამ ტექსტს წაიკითხავ, ეგ მომენტი ამოჭრა მონტაჟით, ისე როგორც მე ვაკეთებ ამ ვიდეოში. და მესამე, ყველამ ვიცით, რომ უკანა კამერა ბევრად უკეთ იღებს ვიდრე iPhone-ის და ნებისმიერი ტელეფონის წინა, მაგრამ პირველ ჯერზე ძალიან რთულია, როდესაც საკუთარ თავს არ უყურებ კამერაში და ჩაწერე ფრონტალურ კამერაზე. არა უშავს, ეგეთი ხარისხის სწავლა. ეხლაც ვიწერ ფრონტალურ კამერაზე. დაამონტაჟე ვიდეოები მაქსიმალურად მარტივად, უბრალოდ ამოჭერი პაუზები, დაადე მუსიკა და გატიტრე. და შესაძლებლობის შემთხვევაში თუ ფული გაქვს, დაადელეგირე და აიყვანე მონტაჟისტი. გახსოვდეს, კონტენტში რაოდენობა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ხარისხი. ეს გეუბნები მე, ვინც დააგროვა ყველა სოციალურ ქსელში 300,000-ზე მეტი გამომწერი. ნაკლები ტვინის ბურღვა და მეტი პუბლიკაცია. გამოიწერე ჩემი არხი, აქ მეტი სასარგებლო ხრიკია.